გამარჯობა, მე ბიძულა, ავტომოყვარული. რომელსაც ყოველთვის Mercedes-ი მყავდა. იყო ლეგენდარული 124, 211, 203, თუ ახლანდელ უთოს არ ჩავთვლით. თუმცა 2020 წელს, როდესაც ეს BMW დავინახე, It's BMW, not BMW, Bayerische Motorenwerke. სულ გადამოუწდა რომ Mercedes-ის ფანი ვიყავ. ეს BMW 340, რომელმაც ყველა ავტომოყვარულის გულში დიდი ადგილი დაიკავა. მათ შორის ჩემშიც. იმ დროისთვის, როდესაც ეს ავტომობილი დავინახე, მასზე მხოლოდ ოცნება შემეძლო. რამდენიმე წლის და ბევრი შრომის შემდეგ გადავწყვიტე ოცნება ამესრულებინა და როგორც ყველა ქართველმა, მეც ამერიკის ავტო აუქციონებს მივაშურე. რაც არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ჩემმა ბიუჯეტმა შუა თითი მაჩვენა. Sold on approval. და გავაცნობიერე რომ 6 ცილინდრიანი BMW შესაძინად მხოლოდ 2 ცილინდრზე მაკდებოდა ფული. და ამ დროს 2 ცილინდრის ღირებულება დამატებით სულ რაღაც 7000 ბენჟამინ ფრანკლინი იყო. Thank you, Benjamin. Thank you. გამომდინარე იქიდან რომ ეს კონკრეტული მოდელი ვიზუალურად ძალიან მაგრად მომწონდა. ის 2 ცილინდრი დავიკიდე და ამერიკის აუქციონზე მოვიგე IS მშვენება, რომელიც სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო. Peace of mind, I've been trying to redefine life. I can see the signs, word is going to see me shine. Fighting for my soul's sake, whipping fast, no brakes. Nothing's ever been a waste. Now that I've been wide awake, Luke's trying to pull me back in. I was stuck for a minute and forgot the passion. Since the lights turned on, it's been camera action, and you start to see it all like a chain reaction. Watch it happen, yeah. Swear that I'ma find my way. Past been gone, I'ma watch it all fade. Whoa, guess I'm going in my head. როგორც ყველა მანქანას აქვს თავისი ისტორია. ეს რეგულარული მანქანა არ არის. ეს კოპარდის ავტომობილია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზიანებული ჩამოვიდა. კი, ნამდვილად, არ მოგესმათ. დაზიანებული არის წინა მარჯვენა მხარე, რაც, რა ვიცი, არც ისე კარგად გამოიყურება და ყველაზე სარისკო ფაქტორი არის ის, რომ ეს ავტომობილი არ იქოქება და არც დადის. შესაბამისად, რისკზე წავედი და ჩამოვიყვანე ავტომობილი, რომელიც run and drive არ არის. ეხლა მოდი გავიაროთ ერთად რა გასაკეთებელი როგორ ანაირად და ვეცადოთ ავტომობილის დაქუქვა. იმის მიუხედავად რომ მარცხენა მხარე დაუზიანებელია, საერთოდ არ იკეტება კაპოტი. მოდი ახლა სხვა დეტალებისაც შევხედოთ. თავარი დაზიანება არის მარჯვენა მხარეს, დაზიანებული გვაქვს ძრავსაფარი, ანუ კაპოტი, ფრთა, ფარი, ყველაზე ძვირიანი დეტალი. აქეთა ეს ბალკა და ასევე ეს ქვედა დამატებითი რადიატორის სამაგრი საბურავს ედება და დააზიანა პატკვილნიკი საჭის ტრიალისა სავარაუდოდ. ხო, ეხლა ავხადოთ ძრავსაფარი. ძრავსაფარი შიგნით დაზიანებული არის. აი ეს საკეტი. ასევე აქ შიგნით აქვს ჟალუზები, რომელიც საჭიროების მიხედვით ახსნის და კეტავს ჰაერის მიწოდებისთვის. ხო, მთლიანად ბამპერი არის შესასვლელი. ასევე დაზიანებული არის აი ეს ქვედა ჟალუზი და აი აქეთა ეს ფეხიც არის დაზიანებული ქვედა ალუმინის. წამო ეხლა უკან გადავინაცვლოთ, გაჩვენებთ. უკანაც შეეხება სრულიად აუზიანებელია, თუ რაღაცა პატარა წვრილმას არ ჩავთვლით. აი ეგ არის გასმული ამ ბამპერზე, ეს შავი არის საღებავი არის გადაცლილი, რაც შეეხება ფრთას. ფრთაზე არის რავი, ავტო გასმულის ნახაზები, რომელიც, რავი, თქვი ფიქრობ, რომ პოლირებაში გამოვა. ამ ბამპერთან დაკავშირებით ცოტა სხვა გეგმები მაქვს. უკან რაც შეეხება, აკლია ერთი ცალი აი ეს მაყუჩი. მეორე მხარეს გვაქვს. აი მეორე მხარეს ესე გამოიყურება. მთლიანობაში ავტომობილი მცირე დაზიანებით ითვლება. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სალონში აირბაგები არის გახსნილი. წამო ახლა შევიხედოთ სალონშიც.
როგორც ხედავთ, ჭერის აირბაგები გახსნილი არის ორივე მხარეს. მოჭრილი არის საირბაგები, რაც ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ საყიდელი გამიხდა. ხო, სალონში კიდე საჭის აირბაგია გახსნილი და მუხლის აირბაგი. ჭერის აირბაგები არის საყიდელი, ჭერი მოსახსნელი არის და ეს აირბაგები უნდა ჩავაყენო რა თქმა უნდა, ესეც და ამ საჭესთანაც, რა ვიცი, სხვა გეგმები მივაგ და ვნახოთ როგორ წარიმართება პროცესები. ამასაც ცოტა მოგვიანებით გეტყვით. დანარჩენი ეს არის ამ ავტომობილის მახასიათებლებთან დაკავშირებით, ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ეხლა უკვე ყველაზე სარისკო ფაქტი რაც იყო აქ. ავტომობილი არ იქოქება და არ დადის. ამისათვის მოდი ახლა დავჩალიჩდები, ვეცდები ავტომობილის დაქოქვას. ავტომობილი მექანიკურად მაქვს გახალასტოვებული, ანუ განეიტრალებული. ევაკუატორიდან ისე ვერ ჩამოვაგდეთ, ვერ დაქოქეთ და ამას თავისი მიზეზები აქვს. ბევრმა შეიძლება იცოდეთ, მაგრამ ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი. იმისათვის რომ BMW დაქოქოთ და თუ აირბაგები აქვს გახსნილი, ამისათვის პირველ რიგში მიზეზს უნდა ეძებოთ საბარგულში, სადაც აკუმულატორი აყენია. წამოხლა გაჩვენეთ. ხო, მაგრამ რახან მყარი არის აკუმულატორი, ამისათვის საბარგულის გასახსნელად უნდა შევძვრეთ უკან და მაგასაც გაჩვენებ, საიდან იხსნება მექანიკურად აკუმულატორი. აი ეს უნდა გამოგაჩვენო. აი ეს. ცოტა მურტალი არის, მაგრამ დავარია გავაღეთ. ხო, აი როგორც ხედავთ, ეს უკანა აკუმულატორი, მოკლედ მყდარი არის. პირველ რიგში უნდა ვეცადო მის დატენვას, მაგრამ სანამ დატენვას შევეცდებოდე, აი ამ წითელ პლასტმას ხომ ხედავთ? ეგ არის პლუსის კაბელი. აქედან მიდის სტარტერზე, რომ იმისათვის ძრავი დაატრიალოს მუხტი და აი აქ აყენია შიგნით კაფსულა, რომელიც შეჯახებისას და აირბაგის გახსნისას იხსნება და კარგავს კავშირს და კონტაქტს სტარტერთან. შესაბამისად, ავტომობილს ვერ დაქოქავ თუ ეს პრობლემა არ მოგვარდო. ამისათვის ახლა გაჩვენებთ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და შეგახედავთ, ხო, ვინც არ იცის, მათ ნამდვილად გამოადგება. კაი, ახლა მოვიტან ხელსაწყოებს, დავშლი ამას და გაჩვენებთ რა როგორ კეთდება. დავიწყოთ. აქ რასაც ხედავთ, ეს პლასმასი უკვე ამოვსვერლე. აქ 1 2 3 4 ცალი ზაპლიოპკა. ზაპლიოპკა, რა ვიცი როგორც ქვია. ხო და ეხლა აი აქ არის ორი ცალი დეტალი, რომელიც არის განცალკევებული. აი იქ ხედავთ. ეხლა ეს უნდა შევაერთო კარგად. ამისთვის ჩაქვჩი გჭირდებათ, მაგრამ ასეთ რაღაცასაც გამოიყენებთ. ეხლა ცოტა შევსვი შიგნით და თავარია მყარად იყოს. რავი, წესით უკვე უნდა დაიქოქოს. მოდი ახლოდან გაჩვენოთ. აი რაზე ვსაუბრობ. აი ეს დეტალი. აი ეს. აქ ესეთი გული და შიგნით არის შესმული. აფეთქებისას აქ არის კაფსულა, რომელიც ყდება და აი ესე შლის ამას. ამისთვის უნდა უბრალოდ შიგნით ამაში შესმა, ესე მიჩაგუჩება, ან რა ვიცი, კრაკადილა ყელტუჩები რომ არის. მაგით შეპრესავთ და ჩაჯდება და უკვე ეს უკვე მყარად არის. ეხლა უკვე აკუმულატორს ჩავსვა უკან. ბუსტერი მაქვს და ბუსტერით მიბუსტავ და მეგება დავქოქოთ. აი დავაერთოთ ახლა. ო, რაღაც ხნა. მედია დავქოქავთ. ო, რაღაც წკაპუნის ხმა გავიგე. არ ვიცი თქვენ გაიგეთ თუ არა, მაგრამ რაღაცა უჭირს. არ იქოქება.
დავბუსტო ერთი. ავნახოთ, მაგრამ პრიბორებსაც არ ანთებს. აი, რაღაც სხვა ვარიანტები უნდა ვცადო. აკუმულატორი ბოლომდე კუტარია როგორც ვიცი. აი, მეგულება კიდე აკუმულატორები ჩვენთან სერვისში არსებული მანქანების და ყველაზე ყოჩაღად რომელიც არის იმას ჩავაყენებ აბა ერთი. A few moments later. უკვე დავიღალე რა. ამის არ დაქოქით. მოკლედ რამდენი აკუმულატორი არ ვცადე და მოკლედ მაინც ვერ დაქოქე რა, ხო და ეხლა ერთი მანქანა კიდე უნდა დავაპერემიჭკო, პლუს ბუსტერი უნდა დავაერთო, შედარებით კარგი აკუმულატორი გვაქვს და ეხლა უკვე, რა ვიცი, უკვე ძალიან ნერვიულობ რა. ამ რო ვერ ქოქავ. ხო და იმედია ეხლა რაღაცას ვიზავთ რა. აი ლიჟბი დაატრიალოს რა, რომ ანუ დავწუნე რომ რაღაც სტარტერის პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ტკაპ დარტყმით ურტყავს, მაგრამ არ ტრიალებს რა ძრავი და მოკლედ ცოტა მენერვიულება. კაი, ეხლა ვცადოთ, ყველაფერი დაპერემიჭკებული გვაქვს და ჩავჯდები და ვცადოთ აბა ერთი. უკვე ესე არ შევუდა თან. თავიდან ესე არ შევუდა. ეს ყრუტუნობს აქ რაღაცას. მოკლედ ვერაფრით ვერ დავქოქე. იმაში 12 ვოლტი მოდის. ეხლა რავი. ცველების ყუთიც უნდა შევამოწმო. ნახო არც მაქვს აქ სად არის ვაფშე. ცველების ყუთი. მოკლედ ეხლა სოსოს დაურეკე ძმაკაც YouTubers ვკითხე. რა შეიძლება იყოს თქო და ესე მითხრა ამის აკუმულატორების ჯესერიაზე აკუმულატორების ესე ჩანაცვლება და ასე შემდეგ არ შეიძლებაო. ორი ვარიანტი მითხრა, ერთი ანუ შეცდომები უნდა წაიშალოსო და ყველაზე ცუდ ვარიანტში შეიძლება BCM-ი დამწვარი იყო და მოკლედ გასაღებს აღარ კითხულობსო და ეგ სერიოზული პრობლემა მარტო ცენტრი თუ აკეთებს მაგას. რავი, იმედია რომ ეგ პრობლემა არ არის. ეხლა მოკლედ ვიღაცა უნდა მოუძებნო, ვინც ესე თქვათ, ამ შეცდომებს წამიშლის, დღეს სოსოს არ ცალია, მე კიდე დღეს მინდა რომ მოვაგორო ეს პრობლემა და უნდა ვნახო, რა ვიცი, ამის დაქოქვა რა, უნდა ვცადო რა, ნერვიულობ. მოკლედ ცველები გადავამოწმე ყველაფერი, ნორმაზე არის. ძმაკაცმა ესე მითხრა რომ შეიძლება კარგი კონტაქტი არ ქონდესო უკან კაფსულასო, მოკლედ ეგე შევამოწმე ხელახლა და მოდი აბა ეხლა ვცადოთ რა. Moment of truth. არ ვიფიქრე უკვე, რა არ ვიფიქრე. B48. გელი საათივით მუშაობს, ამჯერად ძალიან მიხარია. უკვე მაგრამ ნერვიულობდი რა. რევს გვიწერს, ნუ ჩეკი გვინთია, ნუ engine oil service required, ანუ ზეთი აქვს შესაძლებელი. Restaurant system ეს ისა. შეხედეთ, შეგახედოთ. ხერა ვიდი აქ. ჯერ არა აქ ისეთი ვიდი როგორც უნდა ქონდეს, მაგრამ ეხლა მოკლედ რას ვაპირებ პირველ რიგში ცოტა ხანი ვამუშავებ რომ შევხედო რა ქვია წყალი შევამოწმე ნორმაზე დგას ყველაფერი ძრავი კარგად მუშაობს ეხლა ვაპირებ რომ სალონით დავიწყო ჭერი მოვხსნა აირბაგები შევიძინო რა ჭირდება და მე უკვე დავუწყებ მიყენებას ეს ჭერი ცოტა დაჭმუნჭმული არის აქ მაგრამ BMW ჭერი სწორდება ხოლმე თუ რაღაცა ძალიან სასწაული არ არის და თუ არა და ნუ მე
უკვე ესეც უნდა აღვდგენინო, ეს ჭერი აი უკან დახსნილი არის სულ. აქეთ ეს ჩემი ნამაიმუნა ნაჩალიჩარი. A few moments later. 1 საათიანი წვალების მერე წამოვიდა. მოკლედ ვისაც დაგჭირდებათ, არ ვიცი, ამ მოდელზე ესე არის რომ პირველ რიგში იმის გარდა რომ დახსნით აი ამ გვერდზე სახელურებს, მერე აქ ნათურები არის, მერე მზისგან დამცავები არის მოსახსნელი. ამებს რომ მოხსნით, მერე აუცილებლად უნდა ჩამოაგდოთ აი ეს. ამას ვერ ჩამოაგდებთ, იმიტომ რომ შურუპებზე არის დაჭერილი. პირველ რიგში უნდა ამოაგდოთ საწავი და აი ეს რავი ბადე თუ რავი რაც ქვია. აქედან ამოაგდებთ, აქ არის 2 ცალი შურუპი, აი ესენი. ამას მოხსნით, მერე ამ შურუპებს რომ მოხსნით, აი აქედან შპილკებით, აი ამ შპილკებს უნდა მიაწვეთ ატვიორტკა. ჩამოიწევა და აქ კიდე არის მესამე ერთი ცალი, სად არის? აი აქ, აი ეს. მესამე შავი შურუპია, რომელიც აი ამაში დგება და მოკლედ უკვე ეს მხარე უკვე წამოვა ჩაულებრივად. ეხლა ჩამოვაგდი წინა მხარე, უკან დარჩა. სავარაუდოდ აი იქ დამჩა. აი იქ დამჩა დინამიკი არის, მე მგონი. მაგასაც მოხსნი და ეგეც წამოვა. დავიღალე. აი ეს, აი. ახლა ამასაც მოხსნი. ჩამოვაგდი როგორც კი. ახლა ამის გამოტანა თქვი. გამარჯობა, თქვენ უყურებთ კურიერს 12 საათზე. So, მოვაძრე უკვე. რახან დავქოქე უკვე ხალისიანად ვაკეთებ ამასაც კი, რაც არ მომწონს. აგერყრია ჯიგრები. ეხლა რა დამჩა. მუხლის აირბაგი მაქვს მოსახსნელი. ეს და საჭე მაქვს კიდე მოსახსნელი. მილიონ წლიანი წვალების მერე ძლივს მოხსენი. ამ პაკეტზე სხვანაირად იხსნება და ამ სტანდარტულზე სხვანაირად. მოკლედ ვეწვალე, აი ეგ ეს ადგილი, აი ატვიორტკით მოკლედ დავაზიანე. ნუ იდეაში მუშაობს მაინც, მაგრამ პრინციპი იყო ის, რომ ეს ამ ადგილზე შესულიყო ატვიორტკა, ესე დააწვებოდა და ესენი იშლება. აი ეს ადგილები მერე იშლება. მარჯვენა მხარეს რომელიც არის, ამით ქვემოთაც აქვს ჩამკეტი, აი აქ აქვს ჩამკეტი და ესეც იხსნება და მარცხენა მხარეს მხოლოდ ეს ზედა ნაწილი იხსნება. ნუ ეს ეგრევე წამოვიდა რა. მაგრამ აი ამან მოკლედ აი ამან აქ აი ხალტებოდა ეს რო აკეთებ ეს ხალტებოდა ამაზე დააფეთქებული ის აქვს და მოკლედ ამ პაკეტზე გაცილებით მარტივია. აი შეხედე ხა აი ამას ვაწვევ.
ზედა მოძრაობს, კი, ზედა გახსნა კიდევაც, მაგრამ აი ქვედა აღარ მოძრაობს, ანუ ქვედა ატრაკებს მაგრად. ახლა მინდა მუხლის აირბაგები დავშალო და მოკლედ დღეს სხვა აღარაფერს არ გავაკეთებ რა. The next day. მოკლედ ეხლა დილით ადრე მოვედი, საკმაოდ კარგი ამინდია, ცხელა კიდევაც მეტყობა მოკლავიანებით ვარ. არავინ არ არის ჩვენთან, მარტო ვარ და მშვიდად წყნარად გავაგრძელებ მუშაობას ამ პატივცემულზე. დილამშვიდობისა, პოტოილო. Open Sesame. ხო, აირბაგების დაყენება მინდა. კაი, მოკლედ ახლა დავიწყებ მუშაობას აირბაგებზე და მინდა დღეს რომ სალონი მორჩე რა, მოკლედ ეს ჭერის აირბაგები მორჩე რა ყოველ შემთხვევაში და ანუ მუხლის აირბაგის მიყენება აღარაფერი არ არის რა. ხო, ახლა რაც შეეხება აირბაგებს, შეგახსენებთ რომ ჭერის ორი აირბაგი არის გახსნილი. მუხლის აირბაგია გახსნილი და საჭის აირბაგია გახსნილი. საჭისთან როგორც გითხარით, სხვა გეგმები მაქვს, მაგას ცოტა მოგვიანებით ვიდეოში. ახლა მოდი გავხსნათ ესენი. ვიყიდე ახალი ჭერის აირბაგები, ორი ცალი. მაგრამ რომლის არის ეგუნა გავარკვიო ჯერ, სავარაუდოდ ეწოდება. ამ ორ ცალ აირბაგში გადავიხადე 200 ლარი, 400 ლარი. მუხლის აირბაგს რაც შეეხება მოჭრილი არ იყო, მოკლედ ეს აირბაგი ჩვეულებრივად აღდგენას ექვემდებარება. ერთადერთი შესაძლებელი მექნება კაფსულა. ეს კაფსულა, რომელიც ჩადგება მუხლის აირბაგში და კაფსულაში გადავიხადე 60 ლარი. Plug-in play. Იცით ეს რა არის? დამავიწყდა მიყენება. No, God, please, no, no! ცალკე ეგდო თურმე, აირბაგზე უნდა დადგეს. Okay. ბოლო შტრიხებია. და. Fuck you, bitch. Yes, baby, yes. A few moments later. როგორც იქნება მოვჭით ჭერის აირბაგებს და ჭერს მთლიანად ყველაფერი აწყობილი მაქვს. ეხლა ეს მუხლის აირბაგი მაქვს დასაშლელი და კაფსულა გადასატანი. The next day. ესეთ შემდეგი დღე საჭის აირბაგი ვიყიდე, ასევე მუხლის აირბაგზე რაღაც პრობლემა რო იყო, მოკლედ მან გადავაკეთე. მუხლის აირბაგი მაქვს ჩასაყენებელი, საჭის აირბაგი მაქვს დასაყენებელი და საჭე კიდე. დარამ, გაჩვენოთ. საჭეს ცული, მოკლედ ემის საჭით უნდა შევცვალო. ძმაო. ორიგინალი საჭე ვიყიდე. საკმაოდ კარგ ფასში. მომცა აქედან მოვიკითხავ გიორგის, მადლობა. J20-ის საჭის აირბაგი. ჭერილია, ბიჭო.
მისაჭე. პიმ 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 პიმ. სიგნალიც გვაქვს. ნუ აკუმულატორია გამორთული, მაგრამ გვექნება. ეს სერია დასასრულს მიუახლოვდა, აბა რა სიტყვით მოგწონ ჩემი ახალი შენაძენი? დაწერეთ კომენტარებში. შემდეგ სერიაში კი ნახავთ, თუ როგორ ავაწყო სულ ახალ 2026 წლის ვიზუალზე ჩემი მანქანა. მე კი დროებით დაგემშვიდობებით და რაც მთავარია, არხის გამოწერა და ლაიქი არ დაგავიწყდეთ.